ხულოს მცხოვრებლები თბილისამდე მანძილს 250 კილომეტრით შეამცირებდნენ ხულო-ადიგენის დამაკავშირებელი გზა მოწესრიგებული რომ ყოფილიყო, თუმცა დღეს რეალობა სხვაგვარია. გზას რეაბილიტაცია 33 წელია არ ჩატარებია და დღემდე გაურკვეველია, როდის მოხდება შეკეთება. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ უწყება გზის რეაბილიტაციის საკითხზე აქტიურად მუშაობს. რა პრობლემების წინაშე დგანან ადგილობრივები მოუწესრიგებელი გზის გამო. ჩვენი რეპორტაჟი ხულოდან. ხულო-ადიგენის დამაკავშირებელი გზა 1991 წლის შემდეგ აღარ შეკეთებულა. როგორც ხულოს მცხოვრებლები ამბობენ, ტრანსპორტირება განსაკუთრებით ცუდ ამინდში რთულდება. ადგილობრივებს ამის გამო ურთიერთობა უჭირთ ადიგენში და ახალციხეში მცხოვრებ ნათესავებთან. ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარება ამ დრომდე ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეძლო. მათი თქმით, დაპირებები წინასაარჩევნოდ უხვია, თუმცა არსებული მდგომარეობა დღემდე უცვლელია. ხულოდან შუახებავანი კეთდება. ძირითადი მონაკვეთი რჩება ადიგენი ხულოს შემერთებელი გზა და ძირითადი ხულოს მოსახლეობის 60% არის საცხოვრებლად გადასული ჯავახეთში და ძნელდება ურთიერთობა ნათესავებს შორის მისვლა-მოსვლა და ეს ყველაფერი ერთად დიდი სიძნელის წინაშე გვამყოფ. ხულოში იმასაც ამბობენ, რომ ცუდი გზის გამო სოფელში მოყვანილი ბოსტნეულის ბაზრამდე ტრანსპორტირებისათვის მძღოლები გაორმაგებულ თანხებს ითხოვენ. მე ვარ 48 წლის კაცი და დაახლოებით 30 წლის ისტორია კარგად მახსოვს და ეს პრობლემა დგას არის და მე არ ამჯერა რომ ვინმეც გადასხვეს, იმიტომ რამდენი მთავრობაც მოვიდა, ყველა პირობას ამასებს რომ გზა გვექნება, მთავრობა მიდის და ისევ გაუკეთებელი რჩება. მოგეხსენებათ, რომ აქედან ბაზრამდე არის 100 კილომეტრი, ხალხი გაწამაწიაშია, ძვირი უჯდება პროდუქციის გადატანა, ეს ყველაფერი აისახება გლეხის ჯიბეზე. რამე თუ გზა როცა გლახარი და მძღოლს მიაქვს პროდუქტი მოყვანილი გლეხისა, ართვებს ძვირს და გლეხი წოდვარჩება. ეს არის უკვე წლების განმავლობაში, ალბათ 91 წელში ეს გზა რო გაკეთდა, კომუნისტებმა რო გააკეთეს, იმის მერე არაფერი არ გაკეთებულა. არის გაუსაზრისი მდგომარეობა. ვინც მოვიდა, ყველას ვეუბნებით, ვეხვეწებით, რომ გზა, ხალხო გზაზეა ლაპარაკი, ხო? არაფერი რა, აროჩე შედეგი დღემდე არაფერი არ ყოფილა, არაფერი არ კეთდება. პრობლემა მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ცნობილია. აქ გვითხრეს, რომ უწყება საავტომობილო გზის რეაბილიტაციის საკითხზე აქტიურად მუშაობს. როდის დაიწყება ხულო-ადიგენის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, თამაზ აბაშიძე ვერ აკონკრეტებს. ხულო-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალი არის საქართველოს საგზაო დეპარტამენტის კუთვნილებად. თვითონ შესაბამისი სამუშაოები იგეგმება დეპარტამენტის მიერ. აღნიშნული გზის პრობლემა აქვს არა მარტო ხულოს მოსახლეობას, არამედ ჯავახეთისა და დასავლეთის მოსახლეობას. ბოლო პერიოდში ხშირად ვაწუხებთ ზემდგომ ინსტანციებს, განსაკუთრებულად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, გვეხმარება მიუთითა უნდა დაჩქარდეს აღნიშნული გზის მიმართ პროექტების კეთება. საპირისპიროს ამტკიცებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. უწყების პრეს-ცენტრის ცნობით აღნიშნული გზის რეაბილიტაციის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. სხვა დამატებითი დეტალების გასაჯაროებაზე და კომენტარზე უწყებაში უარი გვითხრეს.